გამარჯობა, ეს არის ახალი ამბები პირველზე მე სოელისაშვილი ვარ თქვენთვის მუშაობას პოსტების საინფორმაციო სამსახური იწყებს. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის მორგი კონფერენცია დღეს ბორჯომში გაიმართა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები შეხვდნენ. კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ახალგაზრდების დაინტერესება დიდია, ყოველი შეხვედრის შემდეგ კი მსურველთა რაოდენობა მზარდია. შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, მათი თქმით, აუცილებელია მეტი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალ თაობას, რომლის მიმართაც გარედან განსაკუთრებული შეტევა მიმდინარეობს. რატო არის ეს კანონი კონკრეტულად, სიღრმისეულად რო გიპასუხოთ? ვაპირებ მთლიანად საქართველოს შემოვლას, დაინტერესება საკმაოდ დიდია, ყოველი შეხვედრის მერე იმატებს მსურველების რაოდენობა, ისიც ვიცით, რომ დარეგისტრირება QR კოდით ხდება და შესაბამისად ივსება კითხვარი და რაც უფრო მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულია, მათთვის იმ საკითხებზე ვსაუბრობთ. მთავარი ჩვენი გზავნილი და მთავარი ჩვენი ამოცანა არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი დისკუსია იყოს ახალგაზრდებს შორის და რაც შეიძლება მეტად იყვნენ ისინი ჩართულები, პოლიტიკური პროცესი იქნება ეს თუ იქნება თვითონ თავის რეგიონში განვითარების კუთხით თუ როგორ ხედავენ, როგორ წარმოუდგენიათ მათი რაიონის, მათი ქალაქის განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელობა ხვდება ახალგაზრდებს, ადამიანებს, რომლებიცაც უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში მიმდინარე თითოეული საკითხი. ეს კითხვები და ის მოსაზრებები, რაც ახალ თაობას აქვს, უმნიშვნელოვანესია, რომ პასუხგაცემული იყოს, არ აქვს უბრალოდ ალტერნატივას საუბარს, დისკუსიას, მათ შორის კამათსაც კიდევ ამ კამათში იბადება ჭეშმარიტება. სამცხე-ჯავახეთში გამართული შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი გუნდისათვის. შეხვედრაზე გაჟღერდა ახალგაზრდებისთვის აქტუალური საკითხები, მათ შორის გამოიკვეთა განათლების რეფორმაზე ძალიან ბევრი შეკითხვა, ასევე გაჟღერდა მათი საჭიროებები და ასევე დრო დაეთმო დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებს და სხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს. ეს არ გახავთ ერთჯერადი შეხვედრა, არამედ ეს არის საწყისი იმისა, რომ ამ შეხვედრაზე გაჟღერებული იდეები და გამოწვევები უკვე გადავა სამუშაო რეჟიმში. ახალგაზრდებმა გამოთქვეს განსხვავებული იდეები, მათ შორის არ მოერიდნენ კრიტიკული შეკითხვების დასმას და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს განსხვავებული იდეები, ხედვები და მოსაზრებები იქცეს არა დაპირისპირების საფუძვლად, არამედ დიალოგის ფორმატი მივცეთ ამ ყველაფერს და ჩვენი კონფერენციები სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ტევ-პირველის მიერ პროკურორების დამაზიანებელ მიზანს მიმართულ დეზინფორმაციებს საქართველოს პროკურატურა ეხმაურება. უწყებაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის წინააღმდეგ დაუსაბუთებელ მასალას ტელევიზია ბოლო თვენახევრის განმავლობაში უკვე მეორედ ამზადებს. მათი რესპონდენტები კი ცილის მწამებლურ განცხადებებს აკეთებენ. პროკურატურაში ხაზს უსვამენ, რომ გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების პროკურორებზე მსგავს თავდასხმებს, რაც მიზნად უწყებისა და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციას ისახავს, არ დაუშვებენ და შესაბამისი რეაგირება ექნებათ. საქართველოს პროკურატურა ეხმაურება ტელეკომპანია ტევ-პირველის მიერ მომზადებულ მორიგ დეზინფორმაციულ სიუჟეტს. პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის თამარ ბეჟუაშვილის შესახებ. ბოლო თვენახევრის განმავლობაში ტელეკომპანია მიზანმიმართულად უკვე მეორედ ამზადებს სიუჟეტს პროკურორის მამის ბიზნეს საქმიანობის შესახებ და სრულიად დაუსაბუთებლად აკავშირებს თამარ ბეჟუაშვილის პროფესიულ საქმიანობასთან. ასევე აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში გამოყენებული რესპონდენტები, მაგალითად გიორგი ბერიშვილი და თეიმურაზ ყარმაზანაშვილი, რომლებიც ცილის მწამებლურ განცხადებებს აკეთებენ ბეჟუაშვილის და მისი ოჯახის წინააღმდეგ, არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე თავად არიან მსჯავრდებულები და ბრალდებულები, სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვის და თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე. ყოვლად გაუგებარია აღნიშნულთან პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირება და იმის ნაცვლად, რომ სასამართლოში შეჯიბრებითობის პრინციპით კვალიფიციურად განხორციელდეს სისხლის სამართლის საქმის განხილვა, მედია საშუალება მიზანმიმართულად თავს ესხმის საქმის პროკურორს და სრულიად დაუსაბუთებლად ეწევა დეზინფორმაციულ კამპანიას. საქართველოს პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების პროკურორებზე მსგავს თავდასხმებს, რომლებიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება ექნება. აქვე აღნიშნავთ, რომ მსგავსი უსაფუძვლო და მიზანმიმართული კამპანია ვერ იქონიებს გავლენას და ვერ შეუშლის ხელს ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
შეიარაღებული თავდასხმა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე, რომელიც სასტუმრო ვაშინგტონ ჰილტონში იმართებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანელმა დაახლოებით 5-8 გასროლა განახორციელა თავდამსხმელმა იმ დარბაზში, სადაც დონალდ და მელანია ტრამპები, შტატების ვიცე-პრეზიდენტი და თავდაცვის მდივანი იმყოფებოდნენ, შეჭრა ვერ შეძლო. 31 წლის კოულ ტომასი უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, ამ დრომდე მისი მოტივი უცნობია. გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები და პოლიციის თანამშრომლები კალიფორნიაში იმ მისამართს ჩხრეკენ, რომელიც სავარაუდოდ თავდამსხმელთანაა დაკავშირებული. მამაკაცი კალიფორნიის შტატის ქალაქ ტორენსში მასწავლებელი იყო. მას ბრალი ძალადობრივი დანაშაულის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასა და ფედერალურ ოფიცრებზე იარაღის გამოყენებით თავდასხმა შეედება. ვარაუდობ, რომ თავდასხმის სამიზნე მე ვიყავი. ვფიქრობ, ის მარტო მოქმედებდა. ის შეშლილია, მაგრამ ჩვენ ვერ გაგვისწორდა. ასეთ შეშლილებს ჩვენ უნდა გავუსწორდეთ. ის აიყვანეს, ის ავადმყოფია. ღონისძიებას გადავავადებთ. არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენს საზოგადოებაზე კონტროლი დააწესოს. არ ვაპირებთ რაღაცეების გაუქმებას. მე ვეცნობი ყველა თავდასხმას. ასეთები ყოველთვის ყველაზე გავლენიან ადამიანებს ირჩევენ. ისეთებს, როგორიც მაგალითად აბრაამ ლინკოლნი. ამ პიროვნებას განზრახული ჰქონდა ადამიანების დაზიანება. დარბაზში ათასობით პირი იყო შეკრებილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოსასმენად. არავინ დაშავებულა. ეს გამშვები პუნქტის დამსახურებაა, რომელიც უშუალოდ ამ დარბაზთან იყო განთავსებული. სრულიად ნათელი იყო, საით მიემართებოდა ბრალდებული. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი FBI და დედაქალაქის პოლიცია გვყავს. ყველა მათგანმა ისე სწრაფად იმოქმედა, რომ თავიდან აგვაცილეს ის, რაც შეიძლებოდა საშინელ ტრაგედიად ქცეულიყო. ბრალდებულს ბრალს ორშაბათს 27 აპრილს ფედერალურ საოლქო სასამართლოში წარუდგენენ. თუმცა ეჭვი არ გვეპარება, რომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე ბრალდებების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. დაახლოებით საღამოს 20 საათსა და 36 წუთზე პიროვნება თავს დაესხა ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის გამშვებ პუნქტს აქ სასტუმროს ჰოლში. თავდამსხმელი შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღითა და დანებით. გამშვები პუნქტის გარღვევის მცდელობისას ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა მისი შეჩერება შეძლეს. ამ ეტაპზე გამოძიება საწყის ფაზაშია. ჩვენთვის ცნობილია, რომ სამართალდამცველებსა და თავდამსხმელს შორის მოხდა ორმხრივი სროლა. ასევე ვიცით, რომ ტყვია მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ოფიცრის ჯავშანშილეც. ის სამკურნალოდ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამჟამად თავს კარგად გრძნობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოძიება საწყის ეტაპზეა. ამ მომენტში იკვეთება, რომ ის მარტო მოქმედებდა და საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდიან უბადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ძალადობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ცნობით ბრალდებულმა ბათუმში ერთ პირს ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად მარიხუანა და მცენარე კანაფი ამოიღეს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ძარცვის ბრალდებით წარსულში ნასამართლები პირი დააკავა. გამოძიების ცნობით ბრალდებული ერთი მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და ადგილიდან მიემალა. სამართალდამცველებმა ის ცხელ კვალზე აიყვანეს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით სტეფან წმინდისა და ხევის ეპარქიის მთავარ ეპისკოპოსის კურთხევით უწმინდესისა და უნეტარესის მშობლიურ სოფელ სნოში ტაძარში პანაშვიდი გადაიხადეს. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ორგანიზებით პანაშვიდის დასრულების შემდეგ ტაძრიდან უწმინდესის სახლამდე ადგილობრივი ანსამბლების მიერ შესრულებული საგალობლების ფონზე მსვლელობა მოეწყო. მსვლელობის მონაწილეებმა ვარდებით შეამკეს უწმინდესის მშობლიური სახლი. აღევლინა დიდი პანაშვიდი და ესრო მოსახლეობა და სამღვდელოებასთან ერთად საერო პირებად შეერთეს თავიანთი ლოცვა. ეს ლოცვა მიუძღვის მისი უწმინდესობის სულის საცხონებელ მდგომარეობას. ძალიან ძლიერი მეოხი, ძალიან ძლიერი სულიერი შემწე. მარადისობიდან
ეყოლება საქართველოს. დიდზე დიდი მწუხარება. ესეთი მწუხარება საქართველოს მე მგონი რომ დიდი ხანია არ ხონია ეს უბედური. უწმინდესი მარტო ხევისათვის და ყაზბეგის რაიონისათვის კი არ იყო მთლიანი საქართველოსათვის და მთლიანი საქრისტიანოსათვის იყო ამოღებული ხმალი. წუხوارთ. მთელი ხევი პირქვე არისო დაცემული ასე იტყვიენკე და პირქვე იყო დაცემული. გვენატრება ჩვენი უწმინდესი. მისი დიდი სიყვარული და მისი დიდი პატივისცემა ჩემის ხევისათვის. ხევმა მაინც უკეთესზე უკეთესი პიროვნება. ეგეთი არ ყვანია ჩვენ. არა მარტო სოფელისნო, არამედ მთელი ჩვენი სამშობლო, ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი ხალხი ერთად აღნიშნავენ ამ დღევანდელ დღეს, როგორ გააერთიანა მაგან თავისი გარდაცვალებით საქართველო, როგორი სიკეთე მოუტანა მაგან სამშობლოს, მაგან როგორი სიკეთე მოუტანა თავის სოფელს. მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი იმ ქვეყნად გადასვლითაც კი ქვეყნის სიყვარული და ის რომ ამ ადამიანს შეეძლო ქვეყნის და ერის გაერთიანება. კიდევ ერთხელ გაგვაერთიანა უწმინდესმა დღევანდელ დღეს სიყვარულით და იმ იმედით რომ შეუერთდება ზეციურ საქართველოში დიდ ქართველებს და კიდევ ერთი მლოცველი და გულშემატკივარი შეემატება ზეციურ მხედრობას. ის თაობა ვართ, რომ თითქმის არც ერთი დღე არ გვახსოვს პატრიარქის გარეშე სულ გრძნობდით მის სიახლოვეს. განსაკუთრებით გვიხაროდა, როცა პატრიარქი ჩამობრძანდებოდა სოფელში და მაშინ იყო მართლა ზეიმი და თვითონაც ძალიან უხაროდა ხალხმრავლობა, ხალხმრავალი თავისი კარმი დამა და დღეს კიდევ ერთხელ რაღაცა პატრიარქის სურვილიც აღსრულდა, იმიტომ რომ მის კარმი დამოში მთელი ხევი შეიკრიბა. უწმინდესის დიდი სიყვარულითა და უწმინდესის დიდი დამსახურებით გავერთიანდით. დღევანდელი დღე დაგვირგვინდა ამ დიდი სიყვარულით ეს ბავშვები შეიკრიბნენ სნოში და ვარდებით შეამკეს უწმინდესის მშობლიური სახლი. გავიზარდე უწმინდესის ეპოქაში და მისი დამსახურება არის რომ შემიყვარდა ქართული საგალობელი და სოფელ სნოში მის პანაშვიდზე ვიგალობე დაღმერთო. და ჩვენ სოლობის დროს შევამკეთ უწმინდესის სახლი ვარდებით და ვიგალობეთ უწმინდესის საგალობლებით. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო. გივი მიქანაძემ სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობასა და რეფორმის განხორციელების პროცესში მათი მხარდაჭერის განსაკუთრებულ როლზეც ისაუბრა. დეტალურად მიმოიხილა რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტი და ის ინიციატივები, რაც ეტაპობრივად განხორციელდება. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ქალაქის განვითარების ხელშეწყობაზე გაამახვილა, რომლის მიხედვითაც რუსთავი თანამედროვე სტანდარტების საუნივერსიტეტო ქალაქად გარდაიქმნება. დაახლოებით 400 მშობელს გაუზიარეთ დეტალური ინფორმაცია განათლების სფეროში, კერძოდ კი უმაღლესი და ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების თაობაზე. შეხვედრამ როგორც ინფორმაციის გაცვლის, ასევე კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა საზოგადოების მხარდაჭერა რეფორმებისადმი, მისი აქტუალობის ხაზგასმა და რაც მთავარია მზაობა იმისა, რომ მშობლები, საზოგადოება მთლიანად ჩართული იყოს ამ რეფორმის განხორციელებაში. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ბატონი გივი მიქანაძე რუსთავის დრამატულ თეატრში შეხვდა საზოგადოებას, სადაც მან დეტალურად ისაუბრა განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით და დარწმუნებულია, რომ ყველა დარბაზში მონაწილე და დამსწრე პირმა მიიღო ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რასაც სამინისტრო მომავალი რეფორმების ფარგლებში აპირებს. შეხვედრა განათლების მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ჩვენთვის როგორც მშობლებისთვის. ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ განათლების სისტემა უნდა იყოს ორიენტირებული ხარისხზე, სწავლების ხარისხზე და ასე ვთქვათ, არა მხოლოდ ცოდნის მიცემაზე, არამედ იმ რეალური უნარებისა და კვალიფიკაციების მიცემაზე, რაც შრომის ბაზარზე მოთხოვნადია და მნიშვნელოვანია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხორბლის სექტორის წარმომადგენლებთან დარგობრივი საბჭოს ფორმატში შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი სექტორში არსებული გამოწვევების განხილვა და დარგის განვითარების კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა იყო. დავით სონღულაშვილის განცხადებით, ხორბლის სექტორი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება და ამ დამატებითი მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავებაც იგეგმება. ფერმერებმა აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელს უხმან ნალექმა გარკვეული სირთულეები შექმნა, თუმცა სახელმწიფოს მხარდაჭერის პირობებში კარგი მოსავლის მოლოდენი აქვთ. ხორბალი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურა ჩვენს ქვეყანაში, მარცვლეული კულტურები ჯამში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, როგორც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში, ასევე მისი ტრადიციიდან გამომდინარე, აქედან გამომდინარე, დღეს ჰქონდა შეხვედრა ფერმერებთან, მეხორბლებთან, რომელიც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა რეგიონიდან, განხილული იყო ყველა ის გამოწვევები, რომელიც ამ დარგის წინაშე დგას, სხვადასხვა რეგიონთან მიმართებით კლიმატიდან გამომდინარე არსებობს სხვადასხვა გამოწვევები, ერთიან ჯამში ნამშელი იყო იმ მექანიზმებზე, თუ რა შეიძლება რომ არსებობდეს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობილი, აუცილებლად გვექნება ამ მექანიზმებთან დაკავშირებით მსჯელობა სოფლის განვითარების სააგენტოსთან და გათვალისწინებული იქნება მაქსიმალურად ის მოთხოვნები, რაც ფერმერებს ჰქონდათ. მინისტრთან ჰქონდა პოზიტიური შეხვედრა, აღუქვა დახმარება შეძლების დაგვარად და ჩვენს ვართ კარგი მოსავლის და კაი მოლოდინების რეჟიმში, ასე ვთქვათ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, კერძოდ ფერმერებისთვის, რადგანაც პრობლემები ჰქონდა და საუბრეთ მაგ პრობლემებთან და სამინისტრომ დაგვისახა მაგ პრობლემების გადაჭრა შეგვფრინდნენ და დავარწმუნებულია გადაგვიჭრიან კიდევაც. ბევრი ახალი რამე მოვისმინეთ. ლიდერ ქალთა საზოგადოებამ რიგით მე-14 დაჯილდოების ცერემონია გამართა. ორგანიზაციას კიდევ 40 ქალი შეუერთდა და ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ და დიპლომი გადაეცათ. დაჯილდოების ღონისძიების პარალელურად მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა გაყიდვას გაიმართა, სადაც ხელნაკეთი სამკაული, ნახატები, სურნელოვანი სანთლები, ნაქარგები, ხალხური რეწვის ნიმუშები და სხვა პროდუქცია წარმოადგენს. ლიდერ ქალთა საზოგადოება 2015 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი აქტიური ქალების ხელშეწყობაა. ორგანიზაცია ამ ეტაპზე 10,000-ზე მეტ ქალს აერთიანებს. ლიდერ ქალთა ორგანიზაციამ დღეს რიგით მე-17 ღონისძიება გამართა. წარმოდგენილი იყო 40 წარმატებული ბიზნესმენი, მეწარმე, ქალბატონი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლიდერ ქალთა საზოგადოებამ მაქსიმალური შედეგი დადო. დღეს საკმაოდ ბევრი სტუმარი ესწრებოდა ღონისძიებას და ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიება არის ჩვენი ორგანიზაციის წევრებისთვის შთაგონების წყარო, შესაძლებლობების მაქსიმუმის მიღება. მერგო პატივი ლიდერ ქალთა საზოგადოებისგან მიმეღო ჯილდო, როგორც წარმატებული ქალბატონი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის, იმიტომ რომ მე ბოლო 12 წელია მოღვაწეობდი ნიუ-იორკში. იქ ჩემს საქმიანობას უძღვებოდი ამერიკაში და სულ რაღაც 3-4 თვე არაც დავბრუნდი. ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა. ვიდეო მიმართვისას მან განაცხადა, რომ მზად არის ფიდეს უხელმძღვანელოს თუ ყრილობაზე მხარს დაუჭერენ. მისი თქმით, ეროვნული მოძრაობის რეორგანიზაცია საჭირო რისთვისაც მზადაა. მანდატი, რომელიც როგორც ფიდესი ქრისტიან-დემოკრატების სის ლიდერმა მივიღე, რეალურად ფიდესის საპარლამენტო მანდატია, ამიტომ მისი დაბრუნება გადავწყვიტე. ახლა ის საჭირო არა პარლამენტში, არამედ ეროვნული მოძრაობის რეორგანიზაციისთვის. პრეზიდიუმი მთავაზობს გავაგრძელოთ ჩემი საქმიანობა ფიდესის თავმჯდომარის რანგში და ყრილობა თუ ნდობას გამომიცხადებს ამ პასუხისმგებლობისთვის მზად ვარ. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, პაკისტანში შტატების დელეგაციის ვიზიტის გაუქმების შემდეგ ირანმა ახალი შეთავაზებები წარადგინა. დონალდ ტრამპის თქმით, ახალი დოკუმენტის პირობები წინა შეთავაზებაზე უკეთესია, მაგრამ არა საკმარისი. მანამდე ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში აღარ წავლენ. თეთრი სახლის ლიდერმა განმარტა, რომ დელეგაციისთვის 18 საათიან ფრენას აზრი არ აქვს, როდესაც ირანთან კონფლიქტში ყველა კოზირი ამერიკის მხარესაა. ეს იყო ახალი ამბები პირველზე, ჩვენ ზუსტად 4-ზე დავბრუნდებით დროებით.